ყველა ადამიანი არ შედის ასტრალურ პროექციაში განზრახ. ეს ასევე შეიძლება მოხდეს იმ დროს, როდესაც ადამიანი ძალიან ავად არის, ან სიკვდილის პირას არის. ძველი ბერძნებიდან რომაელებიც კი იყენებდნენ მას, როგორც ფიზიკურ შესაძლებლობებს. ხშირად ასტრალურ მოგზაურობას, ანუ ასტრალურ პროექციებს, გაცნობიერებულ სიზმრებს და სხეულიდან გასვლებს, სხეულსგარე გამოცდილებას ადამიანები ერთ მოვლენად აღიქვამენ. სინამდვილეში მათ შორის არის განსხვავება და ეს მოვლენები სხვადასხვა გამოცდილებას წარმოადგენს. განვიხილოთ, რა არის მათ შორის საერთო და რა განასხვავებს ამ მდგომარეობებს. სხეულსგარე გამოცდილება. სხეულსგარე გამოცდილება წარმოადგენს რეალური დროის პროექციას, რომელიც ფიზიკურთან ძალიან მიახლოებულია. ეს პროცესი ხშირად ეგრეთ წოდებული კლინიკური სიკვდილის თანმხლებ გამოცდილებას წარმოადგენს. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი თავისი ნების წინააღმდეგ სხეულის გარეთ ხვდება. ამ მდგომარეობაში ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს გულის შეტევის, სხვადასხვა ტრავმის, უბედური შემთხვევის, საგზაო შემთხვევის, ქირურგიული ოპერაციის, მშობიარობის ან რაიმე კრიტიკული სიტუაციის, მაგალითად ძლიერი სტრესის დროს. ამ მდგომარეობაში მყოფი აცნობიერებს თუ რა ხდება ამ დროს მის გარშემო, რეალურ სამყაროში, რეალურ დროში. ის აღიქვამს მოვლენებს, საუბარს და მოქმედებებს, რომელიც უშუალოდ მის სხეულთან ხდება, ან მის შორი ახლოს. ხშირად ამ მოვლენებს და საუბრებს ადამიანი დეტალური სიზუსტით აღწერს ხოლმე, სხეულში დაბრუნების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ სხეულსგარე გამოცდილება განსხვავდება როგორც ასტრალური მოგზაურობისგან, ანუ პროექციებისგან, ასევე ცნობიერი სიზმრისგანაც, რადგანაც ის რეალურ დროში მიმდინარეობს, ანუ ობიექტურ რეალობაში. ამ მდგომარეობაში ყოფნა შესაძლებელი ხდება ასტრალური სხეულის თვისებების გამო. ასტრალური სხეული მოიცავს დიდი რაოდენობით ეთერულ ენერგიას, რომელიც ამ სხეულს ფიზიკური სამყაროს ახლოს იკავებს. სხეულსგარე გამოცდილების რეალურ დროში განცდის ორი ვარიანტი შეიძლება იყოს. პირველი, სხეული განიცდის კლინიკურ სიკვდილს. ამის შედეგად ასტრალურ სხეულს დიდი რაოდენობით გადაეცემა ეთერული ენერგია, რათა სხეულები მოემზადოს სიკვდილისთვის. მეორე, ადამიანს განვითარებული და გააქტიურებული აქვს ჩაკრები, ენერგეტიკული ცენტრები, რომლებიც იგივე მოქმედებას ახორციელებენ, აგროვებენ ასტრალურ სხეულში ეთერულ ენერგიას. ენერგეტიკული ცენტრების გააქტიურება შეიძლება იყოს თანდაყოლილი უნარი, ან მიიღწევა ვარჯიშის დროს. შესაძლებელია განიცადოთ გაცნობიერებული პროექციები და სხეულსგარე გამოცდილება რეალურ დროში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკული ცენტრებიდან საკმარისი ეთერული ენერგია მიეწოდა ასტრალურ სხეულს. სხეულსგარე გამოცდილების დროს რეალობა განიხილება როგორც ობიექტური, ნამდვილი. დროც ჩვეულებრივად მიედინება.